დღეს ჩვენთან გადაცემაში ყავს ორი სტუმარი. ArcFox Alpha T და ArcFox Kaola. ArcFox იშიფრება ესე არქტიკული მელა და რატო შეარქვეს ეს სახელი? იმიტომ რომ მისი ბატარეები არის თანამედროვე, ახალი თაობის და ყინვაში ან ზამთარში, ასე ვთქვათ, შედარებით უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე ჩვეულებრივი ელექტროავტომობილის ბატარეები, ანუ ნაკლებად ჯდება. ასე ვთქვათ, ერთი ავტომობილი გადის 550 კილომეტრს, მეორე კი 688 კილომეტრს. ეს კონკრეტული ავტომობილი ეხლა რაზეც უნდა ვისაუბროთ, არის სრულად გათვლილი ბავშვზე. თუ თქვენ ყავთ მცირეწლოვანი ბავშვი, იდეალური ავტომობილია საოჯახოდ. რატომ არის იდეალური ავტომობილი? ამას უკვე ინტერიერიდან აგიხსნით. სანამ ინტერიერში გადავინაცვლოთ და ვისაუბრებთ ამ ავტომობილის პლუსებზე, მანამდე მინდა ერთი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. თუ სახში ყავთ გაწვრთნილი ცხოველი, მასაც შეუძლია ამ ავტომობილის კარის გაღება ძალიან მარტივად. თუ თაც მიადებს აქ, კარიც გაიღება. მოდი ახლა გადავინაცვლოთ შიგნით და უფრო კონკრეტულად ვნახოთ რა პლუსები აქვს ამ ავტომობილს. კარის გაღების დროს პირველი, რასაც ავტომობილი აკეთებს, თუ ბავშვი გვიზის ავტომობილში, ბავშვის სავარძელი ავტომატურად ტრიალდება. რაც შეგვიძლია ჩვენც გავაკეთოთ, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, როგორც გვინდა ისე. მაგალითად, დაუბრუნოთ პირველამდელ პოზიციას სავარძელი, ან თუ გვინდა ოდნავ ავწიოთ, ან დავწიოთ. ასევე გვაქვს სპეციალური სათავსოები, რომელიც არის გათბობა გაგრილებით. თუ საჭმლის ჭამა მოგვინდა ბავშვისთვის, შეგვიძლია შეუთფოთ, ან პირიქით, გაუციოთ საჭმელი. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მე რა ძალიან მომწონს, უკანა სავარძლებსაც აქვს ძალიან ბევრი პოზიცია. აქ გათბობა გაგრილება და ასევე პოზიციის ცვლილება. შეგვიძლია სავარძელი გავასწოროთ, დავждეთ, ესე. ან შეგვიძლია გავწიოთ მაქსიმალურად უკან, ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, დავხუროთ კარიც და მივიღოთ მგზავრობისგან მაქსიმალური სიამოვნება. ასევე უნდა აღვნიშნო ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი. თუ რატომ არის ეს ავტომობილი ოჯახისთვის იდეალური? და ეს მნიშვნელოვანი დეტალი არის მოძრავი ბარი. მოდი ახლა დავაბრუნოთ ჩვენი ბარი თავის ადგილზე და ვისაუბროთ რა მნიშვნელოვანი ფუნქციები გააჩნია ამ ბარს. პირველი რაც მინდა აღვნიშნო არის მაცივარი გამათბობელი. ასე ვთქვათ, ესეც რო ვნახოთ, სადაც შეგვიძლია მოვათავსოთ ბავშვის საკვები, დავკეტოთ და ღილაკზე ერთი თითის დაჭერით, პატარა სოსკის ნიშანი აქვს, გავათბოთ. არ შემიძლია არ აღვნიშნო წინა მოძრავი სავარძელი. რისთვის არის ეხლა ეს, ამას უკეთესად ავხსნი. მოდი ჯერ გადავწიოთ. ეხლა ჩავჯდები ავტომობილში და აქ მექნება სრული კომფორტი. რას გულისხმობს სრულ კომფორტში? შემიძლია დავისვენო. დავიღალე მართვით, გრძელი მანძილი გავიარე, ან ძილი მომერია. გადავაყენებ ავტომობილს, გემრიელად დავდებ თავს და ცოტა წაუძინებ. საოჯახო მანქანისთვის მნიშვნელოვანი დამეთანხმებით არის საბარგული. ეხლა კი ნახოთ ჩვენ კაოლას რამხელა სივრცე აქვს უკანა ნაწილში. დიდი საბარგულია იმისთვის, რომ ბევრი ზურგჩანთა ან ხელჩანთა ჩავდოთ უკან და მგზავრობა უფრო კომფორტული გავხადოთ. ამ ავტომობილის პლუსები არ მთავრდება მხოლოდ იმით, რაც ჩამოთვალეთ. ცენტრალური კონსოლი მონიტორი რაც აქვს, აქედან შეგვიძლია იგივე ფუნქციების შესრულება, რაც შევასრულეთ ხელით. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო ამ ავტომობილს რაც აქვს, არის ის, რომ შეგიძლია ერთი პედლით მართო. ნუ ეს თქვენი სურვილისამებრ შეგიძლია გააკეთოთ, შეგიძლიათ გადართოთ ამ მოუდზე, ან ჩვეულებრივ სტანდარტული დააბრუნოთ. ეხლა რას გულისხმობ ერთი პედლით მართვაში? აქსელერაციის პედალს როცა აჭერთ, რა თქმა უნდა მიდის ავტომობილი, მაგრამ აქსელერაციის პედლიდან ფეხის აღებას რო იწყებთ, ავტომობილი ავტომატურად იწყებს მოხრუძს. არ ვიცი, ეს ალბათ ინდივიდუალურია, ვის როგორ გირჩევნიათ, მაგრამ საკმაოდ საინტერესოა და დატესტვად ალბათ ღირს. ასევე ერთი ძალიან საინტერესო დეტალი, რაც არ შემიძლია არ ვახსენო, ამ ავტომობილს რაც აქვს, არის ჰაერის ფილტრაციის სისტემა. და ეს რას ნიშნავს? ბევრ ავტომობილს აქვს ჰაერის ფილტრაციის სისტემა, მაგრამ განსაკუთრებული ამაში არის ის, რომ ვირუსებისგანაც კი გიცავთ.
ანუ 99 და 98% შეუძლია ვირუსისგან გაწმინდოს ინტერიერი, ანუ გარედან შემომავალ ვირუსს გულისხმობ ავტომობილში, აერიდან რაც ხდება. ანუ ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ეპიდემიის დროს ერთ-ერთი საუკეთესო ავტომობილი არის, ფავორიტი ალბათ ყველასთვის. ასევე ამ ავტომობილს აქვს საოჯახო სათამაშო მოედანი. ეს არის ინტელექტუალური და ინტერაქტიული პლატფორმა. მშობლისთვის და ბავშვისთვის გასართობად. შეუძლიათ ისიამოვნონ სხვადასხვა საინტერესო თამაშები ითამაშონ და მოგზაურობისას დრო გაიყვანონ. ასევე აქვს ემოციური სივრცე, რაც გამოიხატება იმაში, რომ ავტომობილს შეუძლია ავტომატურად დაარეგულიროს მანქანაში განათება, ხმა, ჰაერი და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბავშვის სავარძელს, Good Baby შეიმუშავა Arc Fox-თან ერთად ეს ყველაფერი და პირველი ელექტროუსაფრთხოების სავარძელია ეს ავტომობილში, რაც ხდება. ჯერჯერობით სხვაგან არ შეგვხედრია. და სავარძლის სტრუქტურული სიმძლავრე ჩვეულებრივ საბავშვო სავარძელთან შედარებით 156%-ით უფრო ეფექტიანია. ასევე უსაფრთხოების მხრივაც ეს ავტომობილი არ ჩამოუვარდება სხვა ავტომობილებს. აქვს ACC და EACC სისტემა, რომელიც ავტომობილებს შორის მანძილს, აჩქარებას, შენელებას არეგულირებს. და რაც ასევე აღსანიშნავია, ამ ყველაფერს საკმაოდ რბილად აკეთებს. Range-ს რაც შეეხება, ერთხელაც ვახსენოთ, რომ 550 კმ-ს გადის ეს ავტომობილი, 1800 კილოა, 120 კილოვატიანია და დამუხტვის დრო სულ რაღაც 26 წუთია. ამით მე მგონი ეს ავტომობილი სრულად ამოვწურეთ. ერთადერთი რაც ალბათ არ გვითხოვს, ის არის რომ უზარმაზარი პანორამული ჭერი აქვს. ეხლა დროა გადავიდეთ მეორე ავტომობილზე. მოდი, გავიყვანოთ ბარემ ტესტ დრაივზე და თან გზაში მოგიყვებით ამ ავტომობილის პლუსების შესახებ. პირველი შეგრძნებები, რაც ამ ავტომობილში ჩაჯდომისთანავე გვხდება. ალბათ ეს არის საჭე, რომელსაც ყველაზე ხშირად ვეხებით ავტომობილში. ბუთქუჩაა, მაგრამ სასიამოვნო საჭე აქვს, შეხებისას არ გვაღიზიანებს და ეს მომწონს. კარგია, კარგად ჯდება ხელში და მასალაც საკმაოდ ხარისხიანია. ასევე ინტერიერის მასალაც ანალოგიურად ხარისხიანია, არაფერი არ ჭრაჭუნობს, არ კაცუნობს. და აი სირბილე რაც აქვს ინტერიერს, აი სირბილე ძალიან კარგია რა. ძალიან მომწონს ამ ავტომობილის head-up display. სადაც ხედავთ სიჩქარის მაჩვენებელს, ხედავთ ჩვენ ზოლს, ხედავთ საგზაო ნიშნებს, აღიქვავს ყველაფერს, ნიშნებსაც, სად რამდენი კილომეტრ/საათით შეიძლება გადაადგილება და ასე შემდეგ. მოდი ვნახოთ როგორი აქსელერაცია აქვს ამ ავტომობილს. ყველას გვაინტერესებს ალბათ, მე მით უმეტეს. არაფერი თლად განსაკუთრებული, მაგრამ ნელი ავტომობილი არ არის. ჩქარი არ თქმის. ნორმალური აჩქარება აქვს. მისაღებია ალბათ ყველასთვის იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის უფრო საოჯახო ავტომობილი, კომპლექტაცია რა თქმა უნდა მაქსიმალურია. როგორ დადის? რბილად. კი. რბილი მანქანა, არ არის ბრაგუნა. საკმაოდ კარგი შუმოიზოლაცია აქვს. გარეხმები არ გვაწუხებს მართვის დროს. კარგი აუდიო სისტემა აქვს, ამასაც უნდა გავუსვათ აუცილებლად ხაზი, რაც ასევე ძალიან მომწონს და მისი 360 გრადუსიანი კამერები. ასევე ძალიან მომწონს მისი შიდა კამერები, შეგიძლია სელფი გადაიღო, ვიდეო ჩაწერო, საკმაოდ კარგი ხარისხის გამოსახულება აქვს, ესეც აღსანიშნავია, არა რაღაც 2 მეგაპიქსელიანი კამერა. ესეც უნდა ითქვას და სივრცე არის კარგად განაწილებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გვინახავს ალბათ მანქანები, რომელიც ვიზუალურად ანუ გარედან ძალიან დიდი ჩანს, მაგრამ ძალიან ვიწრო ინტერიერი აქვს. ერთ-ერთი მაგალითი ალბათ კარგი მაგალითი, მაგისი არის Wrangler-ი. ასევე ამ ავტომობილში ხდება ჰაერის ის ფილტრაციის სისტემა ვირუსებისგან რო გვიცავს. ეპიდემიის დროს არის საუკეთესო ავტომობილი. ანუ COVID პანდემიის დროს რო ეს მანქანა ყოლოდა, ალბათ საშვის არ დაგჭირდებოდა სამოძრაოდ. ბევრი საუბარი რო არ გამომივიდეს, ცოტა ხანი გავჩერდეთ, გარედანაც მოვიხილოთ ავტომობილი და გავაგრძელოთ მერე ისევ ჩვენი ტესტ დრაივი. რისი თქმა შეგვიძლია ალფა ტეზე. რო შევაჯამოთ,
თავისი ბიუჯეტიდან გამომდინარე, ძალიან კარგი მანქანა გამოდგა, ძალიან კომფორტულია, კარგი სამართავია, რაც გამიკვირდა არის ის, რომ ძალიან რბილი ავტომობილია. ვიზუალური კუთხითაც მოდი შევხედოთ. საკმაოდ მიმზიდველი ავტომობილი არის, თუნდაც წინა მხარე, უკანა მხარე რო ავიღოთ, აი ეს გრილების ჰაეროები არაფუნქციურია, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან მომწონს. ვიზუალური ნაწილი ალბათ მიამსგავსეს შიდაწვის ძრავის მქონე ავტომობილს, რასაც ვაფასებ. ვაფასებ იქიდან გამომდინარე, რომ ერთი შეხედვით ძალიან სიმპათიური ავტომობილია. საოჯახო ავტომობილის თავარი პლუსი, რა თქმა უნდა, საბარგულია. ამ შემთხვევაშიც შევიხედოთ და ვნახოთ აქ რა გვაქვს. და გვაქვს ძალიან დიდი ფართი. სადაც თავისუფლად ჩაეტევა 4 ადამიანის სამყოფი ხელბარგი. ასევე აქ გვაქვს 220 ვოლტიანი დამტენი, სადაც შეგვიძლია შევაერთოთ ნებისმიერ ჩვენი ელექტროტექნიკა. მოდი უკანა ნაწილიც ვნახოთ. კარგი დიდი სივრცე გვაქვს. ჩაჯდომით თავისუფლად ვჯდებით. დიდი ადგილი გვაქვს აქაც და მაღლაც. მოდი ასევე ვნახოთ ბარი, რომელიც საკმაოდ დიდია. ხელის კარგად გვიდევს, 2 ადამიანი ძალიან კომფორტულად დაჯდება და გვაქვს 2 ცალი კაპჰოლდერი და საკმაოდ დიდი სათავსო. საბუთები რაღაცები შეგვიძლია ჩავალაგოთ აქ. ესე ძალიან კარგი. ასევე აქედან ვაკონტროლებთ აუდიოს ხმას და შეგვიძლია დავარეგულიროთ გაგრილება-გათბობის სისტემაც. ავტომობილში ჩაჯდომის დროს სავარძელიც და საჭეც იღებს დამახსოვრებულ პოზიციას და გვაბრუნებს სწორ პოზიციაში, რაც გვაქვს მითითებული, როგორც მორგებული გვაქვს საჭე და სავარძელი. ძალიან რაც მომწონს ამ ავტომობილის, არის აი ეს გასაღები, რომელიც თითქოს რაღაც კოსმიური ხომალდის გასაღებს წააგავს. უცნაური, მაგრამ ძალიან ლამაზია. რაც შეეხება წინა მხარეს, აქ შეგვიძლია ტელეფონი დავტენოთ, ასევე აქ მასაჟორები ამ ავტომობილს და ერთი ძალიან რაც მომწონს, აღჭურვილია კამერებით, შეგვიძლია სალონში სელფი გადავიღოთ, ან ვიდეო ჩავწეროთ და სალონის გარეთაც. ეს ავტომობილიც აღჭურვილია უზარმაზარი პანორამა ჭერით, რომელსაც აქვს ლუქის ფუნქციაც. შეგვიძლია გადავხადოთ და ჩვენ მანამდე უკვე ვილაპარაკოთ თუ რა ელექტროფუნქციები აქვს ამ მანქანას. გადავიდეთ მანქანის მოდებში და გვხვდება კომფორტი, სპორტი, ეკონომი, ი-ავტო, ვამ, პედალ და ინდივიდუალ. ინდივიდუალური ალბათ ყველასთვის ნაცნობია, ჩვენ გემოვნებაზე შეგვიძლია მოვარგოთ ავტომობილის სეტინგები და ასევე ამასაც აქვს ერთი პედლით მართვის ფუნქცია. ანუ ეს რას ნიშნავს? კიდევ ერთხელ ავხსნი, აქსელერაციის პედალზე რო გვიდგას ფეხი, როგორც კი ვიწყებთ აშვებას, ავტომობილი იწყებს მუხრუც. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ჩემი აზრით ცოტა არაპრაქტიკულია ალბათ, იმიტომ რომ მიჩვეულები ჯერ არ ვართ ამას. ალბათ მივეჩვევით. აქ ასევე თოვლის რეჟიმი და უნდა აღინიშნოს, რომ არის 4/4-ზე, მაგრამ ეს არ არის მუდმივი 4/4-ზე. 4/4-ზე გვაქვს იმ შემთხვევაში, როცა მივდივართ გარკვეული სიჩქარით, მაგალითად 40-50 თუ სადმე ჩავრჩით ან გაგვიჩერდა და ამ შემთხვევაში გვირთავს ამ რეჟიმს. 60-70 კილომეტრის შემდეგ უკვე არის ჩვეულებრივი წინაწამყვანი ავტომობილი. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფუნქცია, რაც ამ ავტომობილს აქვს და ასე ვთქვათ, გასართობით შეგვიძლია ჩვენ მანქანას სამდე განზომილებაში ვუყუროთ. ზუსტად ამას ვიზახდი კამერაზე. შეგვიძლია ახლა დიმა სელფი გადავიღოთ, გაიღიმე. ბარემ სათავსოც ვნახოთ როგორი აქვს. ევადია. ხელიც გამად ჩადის. მნიშვნელოვანია მანქანაში სათავსოები. წინაც 2 კაპჰოლდერი გვაქვს, მობილურის დამტენი და ქვევითაც სათავსო გვაქვს უზარმაზარი. შეგვიძლია ყველაფერი მოვათავსოთ, რაც გაგვიხარდება. ეხლა უკვე ბრუნდებით თბილისისკენ, საკმაოდ აგრესიულ რეჟიმში ვიარეთ მთელი ტესტ-დრაივი. დილიდან წამოყვანილი ყავს ეს ავტომობილი, ბოლომდე არ იყო დამუხტული, მინდა აღვნიშნო, არ მახსოვს ზუსტად რამდენზე იყო, რომ არ მოვიტყუოთ, მაგრამ ეხლა მიწერს, რომ 418 კილომეტრის რეინჯი მაქვს კიდე დარჩენილი. რაც შემიძლია გავიარო. თავარი, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ავტომობილის შემთხვევაში არის ის, რომ სრულ დამუხტვას ჭირდება 15 წუთი. თქვენც არ ელოდით, არც მე ველოდი. ანუ რა გამოდის, რომ 5 წუთით რო შევაერთოთ ელექტრომობილი
და დავმოხტოთ, გამოდის ის, რომ დაახლოებით 200 კილომეტრი შეიძლება გქონდეს. უკვე რეინჯი. ანუ ამ შედარებაზე აქამდე არ მიფიქრია. არ ვიცი ახლა ძალიან სიღრმისეულად ჩავფიქრდი ელექტროავტომობილებზე და აქედან გამომდინარე ამ დასკვნამდეც მივედი. თუ აუში ვასხამთ რაღაცა 200 კილომეტრის სამყოფ საწვავს, შეგვიძლია ასევე 5 წუთით შევაერთოთ და 200 კილომეტრი მოგცეს. ანუ იმასაც 5 წუთი შეიძლება არ უნდოდეს 3 წუთი პირობითად, მაგრამ 2 წუთი რამენაირად მოვითმენთ.